მინდა მაყურებელმა ჩვენთან ერთად ეხლა გაიაზროს ანესთეზიოლოგიის მთავარი სამუშაო ფრონტი არის რეანიმაციაში. იქ სადაც ყველაზე მძიმედ გრძნობს პაციენტი თავს და საჭიროებს დროულ, სასწრაფო, ხშირ შემთხვევაში გადაუდებელ ოპერაციულ ჩარევას. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ვიზა ლიბერალიზაციის საფრთხეებზე. რა გახსენდებათ 8 წლის წინანდელი შემთხვევებიდან? სიცოცხლე, რომლის გადასარჩენად საჭირო ხდება წამყვანი ევროპული კლინიკაში გადასვლა და ვიზის აღებამ შეიძლება ეს წუთები, ოქროს ასაკარგი წუთები გაზარდოს დღეებად და კვირებად. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის, მადლობა ამ საკითხის წამოჭრისთვის, განსაკუთრებით ჯანდაცვასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ყოველთვის ვიმეორებ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე სახელმწიფოსთვის უნდა იყოს ყველაზე ღირებული და პირველი, რის გარშემოც უნდა მოეწყოს აბსოლუტურად ყველა სისტემა, რაც დღეს ასე არ არის სამწუხაროდ და 2 დღის წინანდელი ფაქტი სწორედ ამაზე მეტყველებს, აქვე მიუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს, აი ამ მძიმე ტრაგედიას, რომელიც სწორედ იმის გამო მოხდა და იმის გამო ხდება ყოველდღიურად ჩვენს ქვეყანაში ტრაგედიები, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ არის ყველაზე ღირებული და ყველაზე შეუფასებელი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. უპირველესი, რა თქმა უნდა. რაც შეეხება აი ამ მძიმე საკითხს, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას გამოწვევის სახით, ჯანდაცვასთან მიმართებით ყოველთვის საუბრობენ სპეციალისტები, რომ შესაძლებელია პირდაპირი დარტყმა არ მიადგეს ამ პროცესით ჯანდაცვას ფინანსური თვალსაზრისით ვამბობ, იმიტომ რომ ბატონმა რეზომაც აღნიშნა, ძალიან ჰუმანური არის დამოკიდებულება განვითარებული ქვეყნების სწორედ აი ამ ფაქტორიდან გამომდინარე, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყველაზე ღირებული და ისინი ცდილობენ განვითარებად ქვეყნებს განსაკუთრებით ყოველთვის აღმოუჩინონ დახმარება, გაუწოდონ ხელი, მათ შორის ფინანსური დახმარების ხელი და ამის ნათელი მაგალითები ჩვენ 90-იან წლებშიც ვნახეთ, მანამ სანამ ვიზა ლიბერალიზაცია იქნებოდა, ამან მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე, მაგრამ ირიბი ზემოქმედება იქნება ძალიან მძიმე და ეს არის მრავალფაქტორიანი, პირველი და მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვთქვათ, ეს არის მობილობის შემცირება, სტუდენტების, სამედიცინო პერსონალის, რომლებიც ჩადიან, მოკლევადიან ტრენინგზე, კონფერენციაზე, კონგრესზე, მათ ესაჭიროებათ მხოლოდ და მხოლოდ ბილეთის აღება და გაფრენა იმ კონკრეტულ რაღაც ღონისძიებაზე, სადაც ისინი იღებენ ცოდნას და მოაქვთ უკვე ჩვენს ქვეყანაში თავისი პაციენტებისთვის. მეორე და მნიშვნელოვანი ეს არის განათლების შეზღუდვა, რა თქმა უნდა, ეს არის უფრო გრძელვადიანი პროექტები, ასე ვთქვათ, როგორიც იქნება თუნდაც საბაკალავრო, სარეზიდენტო, პოსტდიპლომური განათლება, observership-ს, რასაც ვეძახით, fellowship-ი, რომელიც უფრო გრძელვადიან პროცესს მოითხოვს და ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ამასთანაც კავშირში იქნება აუცილებლად და გართულდება ეს პროცესი, სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებული პროცესები, მათ შორის ერაზმუსიც, რაც განათლების სფეროს წარმომადგენლები ძალიან ხშირად საუბრობენ ხოლმე. მესამე და ძალზე მნიშვნელოვანი, რაზეც ბატონი რეზო საუბრობდა, ეს არის პაციენტებთან დაკავშირებული პრობლემები და ალბათ ყველაზე მტკივნეული, ვინაიდან ადამიანებს არ შეუძლიათ, რა თქმა უნდა, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით მოიცადონ თვეობით ან თუნდაც კვირების განმავლობაში იმისთვის, რომ მათ ვიზა მიიღონ და როგორც ბატონმა რეზომ აღნიშნა, აი გასული წლების მანძილზე ძალიან რთული იყო ისეთი მძიმე პაციენტების გადაყვანა სამკურნალოდ, რომლებიც მათ შორის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან, იმიტომ რომ ეს არის დაკავშირებული არა მხოლოდ თქვათ რაღაც ფინანსურ ხარჯთან, რომელიც ტრანსპორტირებასთან არის დაკავშირებული და რაც ძალზედ ძვირად ღირებული, ამიტომ რომ სპეციალიზებული თვითმფრინავი ესაჭირება. არამედ მათ შორის ამ ქვეყნების მიდგომიდან გამომდინარეც, იმიტომ რომ მათ იციან, ეს არის გრძელვადიანი პროცესი, ეს არის ძალზედ ძვირად ღირებული პროცესი, რომლის დაფინანსების ვალდებულების აღებაც ძალიან უჭირთ. დღევანდელ დღეს მათ შორის მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გადაყვანაც და როგორც ბატონმა რეზომ აღნიშნა, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფებისაც კი დაგვიანებული დიაგნოზებით, გართულებული დიაგნოზების მქონე პაციენტებს ძალიან სწრაფად ხდება მათი გადაყვანა და ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღება და ნამდვილად სავალალოა დღეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ამაყობს იმით, რომ ონკოპაციენტები ბავშვთა ასაკს გულისხმობ მიდიან დღეს სამკურნალოდ საზღვარგარეთ, რაც ძალიან კარგია, რომ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას იღებენ დღეს პედიატრიული ონკოლოგიის პაციენტები, მაგრამ
იმისთვის რომ ამ ქვეყანაში ერთი ნაბიჯი მაინც გადადგმულიყო წინ, განვითარებულიყო ეს დარგი, აბსოლუტურად არაფერი გაკეთებულა. ქვაზე არ დადებულა და ყველაფერი დარჩა მხოლოდ და მხოლოდ პიარის ნაწილად და იმ დროს, როდესაც ჩვენ მათ შორის ევროკავშირი მილიონობით ევროს გვაძლევს, მათ შორის პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსების გზით, რომელსაც დღეს შეიძლება რიგითი მოქალაქეები ვერც აღიქვამენ და ამიტომ მე მინდა ხაზგასმით უთხრა მათ, არა მხოლოდ მათ, ვინც ღელავს დღეს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე, ვისაც აქვს პროდასავლური ორიენტაცია, არამედ ქართული ოცნების ამომრჩევლებისთვისაც დღეს თქვენ იღებთ არაერთ სერვისს, რომელთა დაკავშირებითაც არ გაქვთ ინფორმაცია, რომ ევროკავშირის მიერ არის ეს დაფინანსებული. დღეს პროპაგანდისტული არხები თქვენ გეუბნებიან, რომ ეს თანხები, რომელიც ქვეყანაში შემოდის, ხმარდება არეულობას, ხმარდება რაღაც გაურკვეველი ტიპის პროპაგანდებს, ქართველობის წართმევას, აბსურდულ საკითხებს. ამ დროს ეს თანხები მათ შორის ხმარდება თქვენს ჯანმრთელობას, ხმარდება პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარებას, რაზეც ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ფაქტობრივად დამოუკიდებლად თავისით არც იზრუნებს. ჩვენ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გვქონდა არაერთი ვალდებულება, რომლის დაფინანსების წყაროდ შემოვიდა ევროკავშირიდან და დღეს განვითარდა. სკრინინგის არაერთი ტესტი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ონკოლოგიური დაავადებები ადრეულ ეტაპზე იქნას დიაგნოსტირებული და არ მივიღოთ ისეთი სავალო ლეტალური შედეგები, როგორიც და მაჩვენებლები, როგორიც დღეს გვაქვს. ადრეულ ეტაპზე დავიწყოთ კურნალობა, ვაქცინაციები, რომელიც არაერთი დაავადების პრევენციისთვის არის და მრავალი სხვა დაუსრულებლად შეგვიძლია ვისაუბროთ იმ სიკეთეებზე, რომელიც ევროკავშირმა მოგვიტანა და რომლის შეფერხების წინაშეც დღეს ჩვენ ვდგავართ და საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია, რომ ქართული ოცნების ამომრჩევლამდე მივიტანოთ ეს ინფორმაცია, რომ ყველა ის სიკეთე, რომელსაც იღებენ, დიდწილად არის სწორედ დასავლეთის მიერ გაღებული თანხებით უზრუნველყოფილი. ამ შემთხვევაში თქვენი საუბრიდან ჩვენს მაყურებელსაც უნდა ალბათ ენიშნა პირველ რიგში ვაქცინაცია, ჩვენ ვიცით ბავშვებისთვის სავალდებულო ვაქცინები ხშირ შემთხვევაში რომ არის უფასო, ეს უფასო მშობლისთვის უფასოა, მაგრამ ვიღაცა აფინანსებს ამას და როგორც წესი ძალიან ხშირად სწორედ ასეთი ევროკავშირის პროექტები და დასავლური ფონდებია დამფინანსებელი ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობისა. ისე კი ანი ძალიან კარგი იქნებოდა უფრო კონკრეტულად თუ ვეტყოდით კიდევ რა შეიძლება ფინანსდებოდეს, რითაც სარგებლობს ყველა განურჩევლად თავისი პოლიტიკური შეხედულებისა. დიახ, არაერთი ის პროექტი, რომელსაც დღევანდელ დღესაც ჯანდაცვის სამინისტრო იყენებს საკუთარი პიარისთვის, არის დაფინანსებული ევროკავშირის მიერ. მათ შორის ისეთი მძიმე მდგომარეობების მართვა, როგორიც არის ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრობლემის მოგვარება, შიდა ჰოსპიტალურ ინფექციებს გულისხმობ, რომელიც ართულებს ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენ ეს პრობლემა ნათლად დავინახეთ COVID პანდემიის დროს, როდესაც ადამიანები ხვდებოდნენ კლინიკებში და შემდგომ ხდებოდა გართულება სხვადასხვა ტიპის ბაქტერიული ინფექციებით და ეს პრობლემა გამოწვევა მსოფლიოს წინაშე, მაგრამ ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ნაწილში მნიშვნელოვნად არის ჩართული ევროკავშირი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ცდილობენ რომ სტანდარტიზაცია მოახდინონ მათ შორის აი ამ პრობლემის მართვის და დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ჰოსპიტალში მოხვდებიან, არ შეექმნათ ასეთი ტიპის პრობლემები, გართულებები, რომელიც საბოლოოდ ლეტალურ შედეგამდე მიდის. ძალზედ მნიშვნელოვანია სწორედ აი ეს ამბავი და ინფორმაცია, რომ მივიტანოთ ამ ადამიანებამდე. მე არ ვიცი სხვა როგორი ვერბალიზაციით არის ეს შესაძლებელი, მაგრამ ეს ასეა. ასევე არის საზღვრისპირა სოფლებში ამბულატორიები, რომელიც ასევე ევროკავშირის სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ არის დაფინანსებული და ამ ამბულატორიებით დღეს სარგებლობს ათასობით ადამიანი. აქ არის საუბარი ქალთა ჯანმრთელობაზე. მნიშვნელოვნად არის ასევე დაფინანსებული სწორედ აი საზღვრისპირა სოფლებში, რეგიონებში, სადაც პირველადი ჯანდაცვის ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს. ადამიანებს ხელმისაწვდომობა არ აქვს ოჯახის ექიმებთან, სოფლის ექიმებთან, პირველადი დიაგნოსტირება არის ძალიან დიდი პრობლემა და თუ კი ეს პროცესი მთლიანად შეჩერდება,
კითხვის ნიშნის ქვეშ დაისმევა, რა თქმა უნდა, ევროკავშირის საერთო ჯანდაცვის სისტემაში ინტეგრაციის ნაწილიც. ევროკავშირში მოქმედებს ასეთი EU for Health, ანუ ჯანმრთელობისთვის განსაზღვრული ცალკე ჯანდაცვის კავშირი, რომელიც გამოყოფს მილიონობით ევროს ყოველწლიურად იმისთვის, რომ სტანდარტიზაცია მოახდინოს ევროკავშირის ქვეყნებში განსაკუთრებულად დაავადებების პრევენციის. განსაკუთრებულად ზრუნავს იმაზე, რომ ადამიანები ჯანმრთელად ცხოვრობდნენ, რაც შეიძლება დიდი ხნით და ხანგრძლივად. ამიტომაც სიცოცხლის ხანგრძლივობა იმ ქვეყნებში და ჩვენთან ცადა დედამიწასავით განსხვავდება, რა თქმა უნდა, დაახლოებით 10-12 წელი გვაქვს ჩვენ სხვაობა სიცოცხლის ხანგრძლივობის და მათ შორის დამატებით ჯანმრთელი სიცოცხლის ხანგრძლივობის და შესაბამისად ამ ქვეყნებიდან ჩვენ ვიღებთ სიკეთეებს და ევროინტეგრაცია იყო ამის წინაპირობა, რომ ჩვენ გქონოდა განვითარებული პირველადი ჯანდაცვის სისტემა, პირველ რიგში პრევენციული მედიცინა და მოვსულიყავით იმ სტანდარტებთან, რომელიც არის ევროკავშირში. ეს ყველაფერი, რაც მე ჩამოვთვალე, დაკავშირებულია პირდაპირი წესით, რა თქმა უნდა, ვიზა ლიბერალიზაციასთან და როგორც ბატონმა რეზომა აღნიშნა, აბსოლუტურად ვეთანხმებით და თქვენ მკითხეთ, რამდენიმე წლის წინ, თქვათ, როდესაც ჩვენ ვიზების აღება გვესაჭიროებოდა, მათ შორის რაღაც კონფერენციაზე დასაწყებად, რამდენი საბუთის მოგროვება გჭირდებოდა, რამდენ ხანს ვიდექით რიგში და მე ყველას არ აძლევდნენ, რა თქმა უნდა, ამ ვიზას და მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები იქნება და ადამიანებს მოუწევთ მეზობელ ქვეყნებში გადასვლა იმისთვის, რომ ვიზები მიიღონ. ეს ყველაფერი დროის დანახარჯთან არის დაკავშირებული, რაც რა თქმა უნდა, სამკურნალო დანიშნულების ვიზიტისთვის, განსაზღვრული პაციენტებისთვის და მოქალაქეებისთვის იქნება ძალიან დიდი გართულება. შესაბამისად, ორ სიტყვას დავამატებ, მხოლოდ მნიშვნელოვანია, რომ ძალიან სწრაფად მივიღოთ ცვლილებებში მონაწილეობა. შევცვალოთ ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ, სხვა რომ ყველაფერს თავი დავანებოთ.